ჰადისები რა არის? შუამავალი მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ 203 წლის შემდეგ მრავალი ჰადისები დაწერა. ამ ჰადისებიდან დიდი ნაწილი ყურანს ეწინააღმდეგება, ასევე ჰადისების დიდი ნაწილი ერთმანეთთან ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის. ასევე რაც მთავარია, ჰადისების ნაწილი ადამიანი ლოგიკას ეწინააღმდეგება. სიტყვა ჰადისი როცა გესმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნამდვილად მუჰამედის სიტყვებია. ჰადისები ზოგიერთების ყურადღება გაამახვილეთ ზოგიერთების მტკიცებულება, რომ მუჰამედმა თქვა ეს სიტყვები და ყველა ჰადისების დამწერი ამბობს, რომ ჰადისების შორის არის ცრუ ჰადისები. ბუხარიც ამას ამბობს, მუსლიმიც, თირმიზი, დავითიც და სხვა მრავალი, რომ ჰადისების წიგნში არის მოგონილი ჰადისები მუჰამედის სახელზე. ყველა მათგანი თავიანთი შეხედულებით ან თავიანთი მეთოდოლოგიით შეძლების დაგვარად შეეცადნენ ჰადისების გარჩევა, მაგრამ 203 წელი იყო მუჰამედის გარდაცვალებიდან, რაც ართულებდა ჭეშმარიტ ჰადისების გარჩევას, რადგან სწორი და არასწორი ჰადიების ერთმანეთში იყო არეული, რომელი მეთოდოლოგიაც არ უნდა გამოეყენებინა აღნიშნულ მწერლებს და სიზუსტით ვერ გაარჩევდნენ ჭეშმარიტ ჰადისებს. ამიტომ არასწორად არ გამიგოთ, თუ მუჰამედმა რაიმე თქვა და მე მის აზრს უარყოფ არაა. მუჰამედმა რაიმე რომ თქვას და რიგით მუსლიმანმა მისი ნათქვამი, რომ უარყოს. და რიგითმა მუსლიმანმა რომ თქვას მე მუჰამედზე უკეთ ვიციო არის უადგილო და დიდი შეცდომა. ჰადისებში მთავარი პრობლემა ის არის, რომ მუჰამედის სახელით არის მოგონილი მრავალი ჰადისი და არც ვიცით ნამდვილად მუჰამედმა თქვა თუ არა ნამდვილად ან ნამდვილად ჩაიდინა რაიმე ქმედება. ჰადისების ჭეშმარიტების განსაზღვრა არის ძალზე რთული, უდიდესი ნაწილი არ არის სამდოდ ჩვენამდე მოსული. მაგალითისთვის კონსენსუსია, რომ აღნიშნული ჰადისი არის მოგონილი, ჰადისის შემდეგი სახითაა, ღმერთმა ანგელოზები თავის მკერდის თმისგან შექმნაო. მაგრამ აღნიშნული ჰადისი ეწინააღმდეგება ყურანს, რადგან ყურანში გადმოცემულია, რომ ღმერთი არაფერს არ გავს, ყურანი 42:11. ასევე არის ისეთი ჰადისები, სადაც გადმოცემულია, რომ ღმერთი ადამი თავის სახის მსგავსად შექმნა, მაგრამ აღნიშნული ჰადისები პირდაპირ ეწინააღმდეგება ყურანს, დიდი ალბათობით ქრისტიანულ ლიტერატურიდან შემოვიდა. ჩავამატემ იმას, რომ ღმერთი ამ ქვეყნად არაფერს გავს. ყურანი 42:11. ასევე მრავალი ჰადისია აგრძალებთან დაკავშირები, ამბობენ, რომ ეს არ შეიძლება, ის შეიძლება, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ჩამატებებს აკეთებენ, რაც ყურანის საწინააღმდეგოა, რადგან მაიდა 87-ში ნათქვამია, რომ ნუ იგონებათო ახალ აგრძალებს. მეგობრებო, ყურანი გადმოგცემს, რომ ყურანი არის დეტალურად დაწერილი და სრულყოფილია ნაჰილ 89. მუსლიმანებო, გთხოვთ სანამ რამე სიტყვით ყურანი გამოიყენეთ და არა სხვა წიგნები, რადგან ჩვენი ერთადერთი წმინდა წიგნი არის ყურანი, მიმაჩნია, რომ მხოლოდ ყურანი საკმარისია. ანქებუთ 51. მადლობა, წარმატებები ყველას.